ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, თავმჯდომარესთან, გამგეობის წევრებთან და ჩვენ განვიხილეთ ის შეხვედრები, რომლებიც შედგა რეგიონებში. ბევრი საკითხი გამოიკვეთა ამ შეხვედრაზე, ასევე ჩვენი სამოვლო გეგმები გავიარეთ ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობის თვალსაზრისით. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ განსაკუთრებით შემდეგი 2 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით დავსახეთ კონკრეტული გეგმები და აქტიური მუშაობა გაგრძელდება. ჩაერთვებიან ახალგაზრდები პოლიტიკურ ცხოვრებაში, გამოჩნდა ამის ინტერესი მათი მხრიდან. რა თქმა უნდა, ზოგადად რა თქმა უნდა ინტერესი დიდია, ზოგადად ამ ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ ახალგაზრდებმა მომავალში, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით სწორად ჩვენი მუშაობის დაგეგმა და რა თქმა უნდა კიდევ ვიტყვი რომ აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით შემდეგი განსაკუთრებით 2 წლის განმავლობაში. სხვა თემასთან დაკავშირებით გითხავთ კონკრეტულად სიძულვილის ენაზე, ჩვენ ვნახეთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შეურაცხყოფა დაიჯადია და არა გამოხატვის თავისუფლება, რაზეც თქვენი ოპონენტები ხშირად გაკრიტიკებენ ხოლმე. რეალურად რა არის იმ პროცესის მიზანი, რა ჩვენა სტრასბურგის გადაწყვეტილებამ და პროცესის მიზანი რა არის ჩვენს ქვეყანაში სიძულვილის ენასთან დაკავშირებით? სტრასბურგის გადაწყვეტილებას გამოვიხმაურებები პირველ რიგში ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი გადაწყვეტილება. პრინციპი მარტივია, არ შეიძლება გასცაკანი მიეცეს სიძულვილს, აგრესიას ამათო იმ საზოგადოებაში და ზუსტად ამ მიდგომას ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ მიდგომას ეფუძნება ჩვენი კანონმდებლობაც, რომელიც მივიღეთ ცოტა ხნის წინ, თქვენ იცით რომ ქვეყნის გარედან ჩვენ თავს გვახვევენ სიძულვილს, აგრესიას, რაც არის ქართული საზოგადოებისთვის არაორგანული მოვლენა. შესაბამისად ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ამ გარედან თავს მოხვეულ ტენდენციებს დავუპირისპირდეთ, ამას ემსახურება კანონმდებლობა და ამისათვის შეიქმნა შესაბამისი დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამ მიმართულებით მაქსიმალურად აქტიურად უნდა გაგრძელდეს მუშაობა. კლინიკა გვარამიამ დაწერა სოციალურ ქსელში რომ გაცხადებული არის ოპოზიციის სტრატეგია, შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ალტერნატივა. აი ამ გეგმას როგორ აფასებთ? დიახ, თქვენ იცით რომ საქმე არის აღძრული, ზუსტად ამ მიდგომასთან დაკავშირებით, რაც არის მოღალატეობრივი მიდგომა, რაც არის ფართოგაგებით დანაშაულებრივი მიდგომა. ნახოთ რა კვალიფიკაციას მიცემენ ამას საგამოძიებო უწყებები, მაგრამ ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ხალატი. შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით შეკრიბო 150 კაცი იმისათვის რომ გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვის. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, რომელსაც ეფუძნება მათი დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი საქმიანობა. რა თქმა უნდა, ამას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს, ამას 2024-25 წლებში სათანადო პასუხი გაცა არჩევნებზე საზოგადოებამ, თუმცა ეს არ არის საკმარისი. თქვენ იცით რომ ჩვენ გვაქვს მოუზადებული ასევე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ზუსტად ეს მიდგომა ქვეყანაში აქცია, გარეთ სანქცია, ზუსტად ეს მიდგომა ამყარებს იმ სარჩელს, რომელიც არის შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ღია მტრული დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ, საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, საკუთარი ქვეყნის მიმართ და ამას სჭირდება სათანადო პასუხი. საზოგადოება კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ პასუხს ძემს ყოველ ჯერზე არჩევნებზე ამ მიდგომას, თუმცა ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პასუხიც. შეეხება ნაციონალურ მოძრაობაში განვითარებულ მოვლენებს არის შიდა დაპირისპირება. თქვენ როგორ ფიქრობთ მიხეილ სააკაშვილის ეს ინიციატივა რეფორმებთან დაკავშირებით გახდა თუ არა კიდევ მეტი განხეთქილების მიზეზი, როგორც ვიცით თინა ბოკუჩავა აღარ აპირებს თავმჯდომარეობას და ასევე რამდენად მართებულად მიგაჩნიათ უკრაინის მოქალაქე რომ განსაზღვრავდეს საქართველოში რეგისტრირებული პარტიის წესებს. ამ ნიუანსებს არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მთავარი არის ეს, რომ აგენტურა არის მოშლილი. ეს ხომ ოპოზიციაც არ არის. ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა და აგენტურა გამომდინარე იქიდან რომ იბრძვის პირველობისთვის პატრონების წინაშე ამ კონკურენციაში ისინი ასე ვთქვათ ვერ ახერხებენ იმ წარმატების შენარჩუნებასაც კი რაც ჰქონდათ თუნდაც წლების წინ. შესაბამისად პროცესები ვითარდება სწორი მიმართულებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ესეც არ არის საკმარისი. მთავარია რომ ამ მოღალატეობრივ ძალას, მტრულ ძალას ქართული ხალხის და ქართული სახელმწიფოს მიმართ ტრულად განწყობილ ძალას სათანადო პასუხი გაეცეს და ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ საზოგადოების პასუხი არჩევნებზე. ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პასუხი. ეს არის აგენტურა. აგენტურა სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, მათ საბოტას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება და ამისათვის რა თქმა უნდა ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს. ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით მინდა გითხრათ ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც ბრალდებულია დღეს მორგის სასამართლო პროცესი გაიმართება და ვერდიქტი გამოცხადდება.
ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებიან და ოპოზიცია აყენებს მის უდანაშაულობაზე, ხომ არ არის მცდელობა სამართლებრივი საქმის მეტად პოლიტიკურად წარმოჩენის. მე ვიცი ის, რაც ყველა მიცით, ხო? ეს ადამიანი შევიდა კონკრეტულ სახელმწიფო შენობაში და სადა მისი დაწვა. აქ საუბარი როა იმაზე, რომ თითქოს ადამიანი უდანაშაულა და შემდეგ ეს არის უმძიმესი დანაშაული. და ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ აგენტურის სახეს, ხო, ისიც ხო ერთ-ერთი წარმომადგენელია ამ კოლექტიური ძალის. ეს ყველაფერი აჩვენებს აგენტურის სახეს და აჩვენებს რას? როდესაც ეს ადამიანები აგენტურა ელისაშვილის ამ ქმედებას აცხადებენ, ასე ვთქვათ, არადანაშაულებრივ ქმედებად, ეს ნიშნავს იმას, რომ თლიანად ამ აგენტურის განწყობა, დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ არის ტერორისტული. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, ამისათვის ბოლომდეა მისაყვანე ყველა ეს სამართლებრივი პროცესი, რომელიც არის დაწყებული. ბატონო, ჩენდლერის ინსტიტუტის კვლევაზე გკითხავთ, თუ შეიძლება საქართველოს მთავრობა კერძო სექტორის მხარდაჭერის მმართველობით არის ევროპის საუკეთესო 20-ში მსოფლიოს მასშტაბით 31 ადგილს იკავებს და ამ მონაცემებით ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის წევრობაზე ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე ევროკავშირის წევრ და ნატოს წევრ 17 ქვეყანას. ეს მონაცემები რას ამბობს? თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკა, ამის ნაწილია, რა თქმა უნდა, დამოკიდებულება კერძო სექტორის მიმართ. ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე და ჩვენ უსწრებთ არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას ყველა ეკონომიკური პარამეტრით, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესთან. აქედან გამომდინარე, ეს რეიტინგი არის აბსოლუტურად ლოგიკური. და სანაკლი სპორტთან დაკავშირებითაც გითხავთ, რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრის ბრიფინგი იყო, მოდელი შეიცვალა, უფრო აპრობირებული მოდელი იქნება გამოყენებული, რატომ შეიცვალა ეს მიდგომა და რა ბენეფიტი ექნება საქართველოს? მე მინდა ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკის მინისტრს უშუალოდ გადავხადო განსაკუთრებული მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მიდგომით პროექტის გაგრძელება. თქვენ იცით, რომ მანამდე იგეგმებოდა ერთ კონკრეტულ პარტნიორთან ერთად ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ახლა მიდგომა შეიცვალა და პორტი აშენდება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობით. სახელმწიფო წარმართავს ამ პროცესს და შემდეგ უკვე ოპერირებაში რამდენიმე სუბიექტს შეიძლება გადაეცეს ის სპორტი, რომელიც დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში. ეს არის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დაცვას და რომელიც ასევე უზრუნველყოფს პარტნიორების მრავალფეროვნებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვიზიდოთ ტვირთები ანაკლის პორტში და ეს არის აუცილებელი ანაკლის სპორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირება. ბატონო ირაკლი, ბოლოს კითხავთ EUTHOS საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაზე, სადაც არის საქართველოს შესახებ ჩანაწერი, რომელიც მოამზადა ჯო ვილსონმა. ისმის ტრადიციული ბრალდებები არჩევნებთან დაკავშირებით, კანონების გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ჩანაწერებში ვერც ერთ არგუმენტს ვერ ვკითხულობთ. იდენტური ტექსტია ფაქტობრივად სხვა მიღებული რეზოლუციების. ეს დოკუმენტი რას ნიშნავს თქვენთვის? ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს სამწუხაროდ არა მხოლოდ EUTHOS საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, არამედ ზოგადად EUTHOS მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს. რა თქმა უნდა, ასეთი დოკუმენტები, რაც ძალიან სამწუხაროა, ხედავთ, რომ ჯო ვილსონის დონემდე დავიდა EUTHOS საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა. ჩვენ შესაბამის დასკვნებს გამოვიდანთ, რა თქმა უნდა, ამ აქტიდან. მადლობა. პირდაპირ ეთერში უსმენთ პრემიერ